როდესაც მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა მსმენელი ხალხის მიმართ, შევიდა კაპერნაუმში. ერთ ასის თავს მონა უკვდებოდა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო. იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესების ათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკურნა მისი მონა. ისინი მოვიდნენ იესოსთან, შეევერდნენ დაბეჯითებით და უთხრეს: იგი ღირსია რომ ეს გაუკეთო, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა. იესო წავიდა მათთან და უკვე იმ სახლის შორი ახლოს იყვნენ, როცა ასის თამა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად. უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეს შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთსვე უბნები წადი და მიდის და სხვას მოდი და მოდის, ჩემს მონას გააკეთე ეს და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ პოვე მე ასეთი რწმენა. წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა.